Beeline-მა სამთავრობო ტენდერში ვერ გაიმარჯვა კონსოლიდირებული ტენდერი, რომლის მიზანით სამთავრობო სტრუქტურებისთვის კორპორატიული მობილური მომსახურების შესყიდვა იყო, თავიდან უნდა ჩატარდეს ტენდერში. წელს მხოლოდ კომპანია Beeline მონაწილეობდა, რომელმაც კომუნიკაციების კომისიის ცნობით პირობები ვერ დააკმაყოფილა, რადგან რამდენიმე ქალაქში მესამე თაობის ინტერნეტი არ აქვს. Beeline გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და საკუთარი პოზიციის დაცვას სამართლებრივი გზით გეგმავს. კომპანია აცხადებს, რომ მათ მესამე თაობის ინტერნეტზე ლიცენზია დეკემბერში შეიძინეს და მომსახურების გაწევა შეუძლიათ. Საპასუხოდ კომისია ამბობს, რომ 1 თებერვლის მონაცემებით drive ტესტის საფუძველზე დადგინდა, რომ შეპს მობიტელის ქსელი რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში არ ფუნქციონირებს. Beeline თავის მხრივ ტენდერის პირობებს ყველას აკმაყოფილებს, როგორც ტექნოლოგიურად 2G, 3G, 4G ქსელებით, ასევე სხვა სერვისებით, ფასებით. მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ კომპანია Beeline-ს დღის მდგომარეობით აღნიშნული ქსელი მოცული არ აქვს იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც სახელმწიფო შესყიდვების ტენდერის პირობებშია განსაზღვრული. 2016 წელს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა, ტურიზმიდან შემოსავლებმა კი $2 მილიარდ მეტი შეადგინა. სტატისტიკის თანახმად 6 მილიონიდან ტურისტი თითქმის 3 მილიონამდეა და წინა წელთან შედარებით ზრდა 19%-ია. 2016 წლის ანგარიში ტურიზმის ადმინისტრაციამ ავიაკომპანიების, სასტუმროების და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო. პრეზენტაციაზე გიორგი ჩოგოვაძემ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზეც ილაპარაკა. 2016 წელიწადი უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ წელიწადად ტურიზმის განვითარების კუთხით, მათ შორის იმ კომპონენტში, რომელსაც ქვია უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა და თქვენ იცით, რომ პირველად გადაწყდა საქართველოს 6 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს და 6 მილიონ 350,000 შეადგინა და პირველად საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოვიდა $2 მილიარდზე მეტი ამერიკული დოლარი. ტურისტები, ანუ ვინც ჩვენს ქვეყანაში 24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა, გაზრდილია 20%-ით, სწორედ ეს მიუთითებს სააგენტოს და მთელი მთავრობის მიზანმიმართულ მუშაობას, რომ მიზნობრივ ბაზრებზე გვაქვს და მიზნობრივ ჯგუფებზე გვაქვს ჩვენს ცდომა და სწორედ იქ გვაქვს კონკრეტულად მაღალი ზრდა, რომელიც ქვეყანაში რჩება 24 საათის განმავლობაში და უფრო მეტ შემოსავალს ტოვებს ჩვენს ქვეყანაში. კომპანია მანის ახალი ავტობუსები დღეიდან ნომერ 37 მარშრუტზე მოძრაობენ. სადგურის მოედანი აეროპორტის მიმართულებით 10 ახალი ავტობუსი ივლის, ამავდროულად აღდგება ღამის რეისებიც. 23 საათიდან დილის 7 საათამდე პერიოდში პირველ ეტაპზე 90 წუთიანი ინტერვალით თითო ლურჯი ავტობუსი იმუშავებს. მგზავრობის საფასური დღე-ღამის საათებში ერთნაირი და სტანდარტულად 50 თეთრი იქნება, ასევე ძალაში დარჩება მერიის მიერ დაწესებული შეღავათებიც. ხაზზე ამ დრომდე მოძრავი ბოგდანის მარკის პატარა ავტობუსები ტექნიკური შემოწმების და რემონტის შემდეგ იმ მარშრუტებს დაემატება, სადაც ავტობუსების ნაკლებობაა. ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია, ვინაიდან ემსახურება როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე მოემსახურება აეროპორტში ჩამოსულ ტურისტებს, ვიზიტორებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ასევე უახლოესი დღეებიდან აეროპორტის ტერიტორიაზე ამ ბარათით, ანუ მეტრო მანის ბარათით შეძლებენ ჩამოსული ტურისტების სარგებლობას, ამ ბარათის ადგილზე შეძენას და უკვე მათთვის ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ხელმისაწვდომი გახდება. ერთმნიშვნელოვნად გამართლებულია ესეთი კომფორტული, ახალი მანის მარკის დიდი ტევადობის ავტობუსების აეროპორტის და ვაგზლის მონაკვეთზე ჩართვა. ძალიან გამართული, კომფორტაბელური ხალხისთვის, ჩვენთვის და ძალიან კმაყოფილებული ამ ტრანსპორტით. როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ციფრული ეკონომიკა და რა სარგებელს მოუტანს ის ქვეყანას? ბოლო 1 წლის განმავლობაში ამ თემაზე არაერთი ფორუმი და შეხვედრა გაიმართა, გაიწერა ის ნაბიჯებიც, რაც სახელმწიფომ და კერძო სექტორმა უნდა გადადგან ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის, თუმცა ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სისტემურ ხასიათს არ მიიღებს, მანამდე სანამ ქვეყანაში მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი იარსებებს. რა ფაქტორს გულისხმობენ სპეციალისტები? ჩემი პირველი კითხვაც სწორედ ეს იქნება ეკონომისტ რატი აბულაძესთან, რომელიც ჩვენი სტუმარია. დილამშვიდობის ბატონო რატი, მადლობა, რომ დილიდან გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. დილამშვიდობის, მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისათვის. პირველ რიგში, რა უშლის ხელს საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას? ციფრული ეკონომიკის განვითარებას ხელშემშლელი ფაქტორები არ დაწყებულა დღეს, ეს დიდი ხანია, შეიძლება ვთქვათ, ასე დაგვიანებულმა პროცესებმა გამოიწვია. ის მთავარი ბაზისი, როგორც არის ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა, შედარებით გვიან დაიწყო მისი
ფორმირება ქვეყანაში, მისი აი როგორც არის ინტერნეტიზაცია და კომპიუტერიზაცია და სწორედ ამაზე აიწყო ის, რომ ციფრულმა ეკონომიკამ დღეს ვერ პოვა სათანადო სარგებელი და ვერ ჩამოყალიბდა სიცოცხლისუნარიან სივრცეთ. ამ ფონზე ჩვენ ჩამორჩებით კიდეც განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებსაც კი. და შეიძლება ვთქვათ, ამ რეიტინგებში ის რაც მსოფლიო ორგანიზაციები წარმოადგენენ, ფაქტობრივად არც კი ვფიგურირებთ. ტერმინი ციფრული ეკონომიკა შესაძლოა ბევრისთვის მარტივად გასაგები არ იყოს, ამიტომ სანამ დეტალურად განვიხილავთ მის სარგებელს და ასევე მნიშვნელობას, მოკლედ ახსენით რა იგულისხმება ციფრულ ეკონომიკაში. ციფრული ეკონომიკა როგორც ტერმინი ყოვლის მომცველია და მოიცავს ფართო სპექტრის ეკონომიკურ საქმიანობას. ფაქტობრივად აქ შეიძლება განვიხილოთ ციფრული პროდუქტების და მომსახურებით ვაჭრობა, ციფრული ბიზნეს პროცესების განხორციელება, ციფრულ პროცესებს დაფუძნებული ბაზრები, აქტივობა, ციფრული ეკონომიკა მთლიანობაში შეიძლება ვთქვათ, ციფრული ეკონომიკურ აქტივობაზე არის დაფუძნებული. აქ ასევე ინტერნეტ საგნები, ბლოკჩეინ სისტემაზე დაფუძნებული სხვადასხვა ციფრული პროცესები, შეიძლება განვიხილოთ თვით ასე ვთქვათ, ფინთექი თუ სხვა, ფაქტობრივად ციფრული პროცესები საწყის ეტაპზე იყო როგორც ეკონომიკის ინტეგრირებული ნაწილი და დღეს უკვე წარმოდგება როგორც ციფრული ეკონომიკის სახით, რომლის წილი მთლიან ეკონომიკაში, მსოფლიო ეკონომიკაში დაახლოებით მე-4-ს შეადგენს. განსხვავებით საქართველოში ამ კუთხით ვერ ვზომავთ, იმიტომ რომ ჯერჯერობით სათანადო, ასე ვთქვათ, სიცოცხლისუნარიანი სივრცე არ გვაქვს. მაინც წინასწარ თუ შეგვიძლია ვთქვათ, ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის საქართველოსთვის რამდენად აუცილებელია, რომ ქვეყანამ სრულად აითვისოს ციფრული ტექნოლოგიები და ფიქრობთ თუ არა, რომ ამის პოტენციალი დღეს ქვეყანაში არსებობს? პოტენციალი დიდი ხანია არსებობს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, სიცოცხლისუნარიანი სივრცე ჩამოყალიბებულია, გვყავს ხალხი, გვაქვს ტექნოლოგიები, მეტნაკლები დონით განვითარებული, გვაქვს ინფრასტრუქტურა, რომელსაც დღევანდელი მთავრობის დამსახურებაა, რომ ერთ წელიწადში უკვე სრულ სიცოცხლისუნარიანი ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურა გვექნება, მაგრამ არ გვივარგა ციფრული ეკონომიკური პოლიტიკა, არ გვივარგა სტრატეგიები, რომელიც ამ მიმართულებით არის, არ გვივარგა პროგრამები, რომელიც არის შესამუშავებელი. მიდგომები არსებობს, ბუნებრივია თანხებიც არსებობს, მაგრამ არასაკმარისია ეს თუ არ იქნა დაფუძნებული ეს ყველაფერი პროგრამებზე, პოლიტიკაზე, სტრატეგიულ მიდგომებზე, განათლებით, ინტერნეტ წიგნიერების ამაღლებაზე, საგადასახადო საბიუჯეტო სისტემის ასე ვთქვათ მიდგომებზე, სხვა შემთხვევაში ცოტა გაგვიჭირდება ჩვენ და ასე ვთქვათ დავეწიოთ და შევქმნათ შესაბამისი ციფრული ეკონომიკა. ამიტომ ამ მიმართულებით თუ შევხედავთ, აუცილებელია ამ პროცესს მიუდგეთ, ასე ვთქვათ, უფრო სისტემურად, კომპლექსურად და არ არის საკმარისი ის ღონისძიებები, რომელიც დღეს ტარდება. თუმცა ღონისძიებები საკმაოდ ბევრი ტარდება დღეს, მე მინდა მაინც მოკლედ ჩამოვთვალო ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს ტექნოპარკი, ასევე სილიკონველი, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, იგეგმება ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია, ასევე ქართველი პროგრამისტები ცდილობენ, რომ აქტიურად იმუშაონ ახალ აპლიკაციებზე, ინოვაციურ მოდელებზე და ინვესტორების დახმარებით ცდილობენ ეს პროდუქტი გლობალურ ბაზრებზე გაიტანონ. ონლაინ გაყიდვებს უკვე ბევრი კომპანია ახორციელებს. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამ ყველაფერს სისტემური ხასიათი მიეცეს? თქვენ ახსენეთ, რომ განათლება არის აუცილებლად საჭირო და სახელმწიფო პოლიტიკა. რაიმე დოკუმენტი უნდა შეიქმნას ამისათვის, თუ კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილებები? მართალია, დიახ, ეთანხმებით, სამუშაო არის გაწეული, განხორციელებული ბოლო 10 წელიწადში საკმაოდ ბევრია გაკეთდა, მაგრამ თუ ეტაპობრივად მივყვებით, პროცესები, რომელიც მოხდა ვთქვათ, ევროპაში, იქ ჯერ მოხდა ინტერნეტიზაცია, კომპიუტერიზაცია, განავითარეს ინტერნეტ ბაზარი, შექმნეს ინტერნეტის სიცოცხლისუნარიანი სივრცე, ინსტიტუციები, დაარეგულირეს საკანონმდებლო გარემოთი, შექმნეს ელექტრონული მთავრობის სისტემა. ჩვენთან პირიქით დაიწყო ეს ყველაფერი, ინტერნეტიზაცია, კომპიუტერიზაცია ცოტა გვიან დაიწყო. ვერ დავაბრალებთ, რატომ შესაძლებლობა რამდენადაც ჰქონდა სახელმწიფოს იმის მიხედვით, რამდენად იყო აღქმა და ფასეულობა. მაგრამ რაც შეეხება მე როგორც აღვნიშნე, პროგრამები, რომელიც ხორციელდება, ეს არ არის კონკრეტულად გაწერილი პოლიტიკა, რომელიც არსებობს, არ არის თლიანობა ახმული. ახლა ჩვენ როცა ვსაუბრობთ, აქ მაგალითად ციფრული ეკონომიკური დიპლომატია, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ინტერესის საგანი იქცა, არ ხორციელდება ინვესტიციები უშუალოდ კონკრეტულად ციფრულ ბაზარზე, უშუალოდ ციფრულ ბიზნესზე. ციფრულ ბიზნესს რომ ჩამოყალიბდეს და უშუალოდ ელექტრონული კომერცია და ინტერნეტ ბაზარი, მან უნდა იცოდეს როგორია გზა, გზაზე რა მაჩვენებლები აყენია, რა ანგარიშვალდებულება როგორია, პასუხისმგებლობა როგორია. ჩვენთან ცალკეული უწყებები მუშაობენ, ბუნებრივია ერთი უწყება, რომელიც ამ ყველაფრის კოორდინაციას მოახდენს ამ კუთხით ჯერჯერობით არა. ასევე სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობა სამეცნიერო სექტორთან, რომ მაგალითად ჩვენს მიერადაც იქნა წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრს ჩვენ შევთავაზეთ და დარწმუნებულად რომ მივიღებთ სათანადო პასუხს, რომ მოვახდინოთ ინტერნეტ წიგნიერების ამაღლება ისევე სამეცნიერო სექტორის, საგანმანათლებლო სექტორის მეცნიერ მკვლევარების, როგორც ვთქვათ, ახალგაზრდა სპეციალისტების, რომლებიც ამ მიმართულებით დაახლოებით 15 წელიწადია კვლევა ძიებას აწარმოებენ და შესაბამის აქტივობას ახორციელებენ. ასევე საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ელექტრონულ ბიზნესი, ანუ სპეციალისტებიც, რომელიც
უშუალოდ ელექტრონულ ბიზნეს სპეციალისტებს შექმნის. ამის კონკრეტულად სპეციფიური პროგრამები ჯერჯერობით არ გვაქვს ფორმირებული. ნუ ვეწევით, ვახორცი ვქნით, მაგრამ ვერ ვქნით მაგალითად ინტერნეტ მარკეტოლოგს, ვერ ვქნით მაგალითად ინტერნეტ ბიზნეს. ანუ ფრაგმენტულად განყენებულად ცალ-ცალკე კომპონენტები გვაქვს, მაგრამ ერთიან სივრცეში, ერთიან ასე ვთქვათ პრიზმაში ეს ყველაფერი არა. ხომ არ ფიქრობთ, რომ სტრატეგიის შემუშავების გარდა უნდა შეიქმნას რაიმე ცალკე სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს? ამჯერად გვაქვს ინოვაციების სააგენტო, რამდენად საკმარისია ეს? უწყებები დაახლოებით 7 უწყებაზე მეტია, როგორც მახსოვს, რომელიც მეტნაკლებად ამ პირდაპირ თუ ირიბად ამ სფეროს განვითარებას ემსახურება. აქ უნდა გამოიყოს არა ახალი უწყება, არამედ ერთი სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს და მთელ ამ პროცესის, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ინიციატივის აღებით, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფით, საგადასახადო საბიუჯეტო სისტემის გამარტივებით, ხელშეწყობით მოახდენს ამ ბიზნესის განვითარებას. თქვენ ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ მცირეა ციფრულ ბაზარზე დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები. ვინ უნდა გთავაზობდეს ასეთ პროგრამებს, სახელმწიფო თუ კერძო სექტორი? საერთოდ მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ბიზნეს სექტორი იყოს მოწინავე. მაგრამ როდესაც დარგი არ არის ჯერ კარგად განვითარებული, ამიტომ მთელი ამ ტვირთის ზიდვა უწევს სახელმწიფოს. სახელმწიფოს უწევს პროგრამებით, გეგმებით, სტრატეგიებით და როდესაც ის მოახდენს ამის დაძვრას ადგილიდან, ანუ ლოკომოტივის ფუნქცია მაინც უწევს ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მძიმე ტვირთად აწვება ეს ბიუჯეტს და სახელმწიფოს, მაგრამ ბიზნეს სექტორის გააქტიურებისთვის ისევ და ისევ იმ სტრატეგიული მართვის ცენტრი, როგორიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების უწყება, სწორედ მან უნდა მოახდინოს, მან უნდა ასე ვთქვათ, დაიწყოს ამის აღორძინება და შემდეგ ბიზნეს სექტორი ბუნებრივია მას ასე ვთქვათ, უფრო მეტ შექმნის და უფრო მეტ განკეთებს. აქ მარტო სახელმწიფოს ხელის გაშორება ყოველთვის მე ვერიდები, მაგრამ სახელმწიფომ სწორედ სამეცნიერო სექტორთან, სამოქალაქო სექტორთან და ბიზნეს სექტორთან რაიმე უარყოფითი მხარე თუ აქვს ციფრულ ეკონომიკას, მაგალითად ბიუჯეტში შემოსავლების კუთხით ან დასაქმების მიმართულებით? პირიქით, ქმნის ბიუჯეტში შემოსავლებს, დამატებით შემოსავლებს. მე როდესაც აღვნიშნე მეოთხედია, სწორედ მისი სარგებელი, მაგალითად, ბოლო კვლევის მონაცემი, ერთ-ერთი კვლევის მონაცემით 9%, რომელიც ციფრულ პროცესებით, ციფრულ ეკონომიკასთან არის კავშირი, 9% კომპანიებისა ნაციონალური ეკონომიკის 7%-ს ქმნის. 10%-იანი მეორე კვლევის მონაცემით 10%-იანი ციფრული პროცესების ზრდა იწვევს 1%-იან უმუშევრობის შემცირებას. ანუ ფაქტობრივად ეს ყველაფერი მიმართულია ისევ და ისევ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოქმნას, განვითარებასთან, მიმართულია დასაქმების ზრდასთან, შემოსავლების ზრდასთან, ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან, ქვეყნის განვითარებასთან და მთლიანობაში მას გაცილებით მეტი პირდაპირ და არაპირდაპირ ეკონომიკური სარგებელი აქვს ვიდრე უარყოფით. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სამწუხაროდ დრო მეტი აღარ დაგვრჩა. ძალიან დიდი თემა და მხოლოდ მცირე განხილვას ნამდვილად არ ექვემდებარება. ეკონომისტი რატი აბულაძე პასუხობდა დილის მომბის შეკითხვებს. ახლა კი გავიგოთ ეროვნული ვალუტის კურსი. დღეს 1 დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, 1 ევრო 2 ლარი და 92 თეთრი, 1 ფუნტი სტერლინგის შეძენა 3 ლარი და 51 თეთრად შეგიძლიათ, 100 რუსული რუბლი 4 ლარი და 59 თეთრი ღირს, 1 თურქული ლირა კი 71 თეთრი.